6 აპრილს დაახლოებით ღამის 12 საათზე ახალციხის რაიონულ სამმართველოში რამდენიმე ათეული ქალი მიიყვანეს. თვითმხილველების თქმით, ძალოვან უწყებაში ქალებთან ერთად მცირე სასტუმროს მეპატრონეებიც იმყოფებოდნენ. ქალებმა ახალციხის რაიონული სამმართველოს შენობა რამდენიმე საათის განმავლობაში პერიოდულად დატოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ სამმართველოში შეყვანილი ქალებიდან 10 მათგანი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით დააკავეს. რატომ იმყოფებოდნენ ქალები სამმართველოში, ძალოვან უწყებაში დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ. 10 დაკავებულის მიმართ დადგენილებას სასამართლო გამოიტანს. ახალციხის რაიონულ სასამართლოში ამბობენ, რომ მათთან ჯერ მხოლოდ 2 ქალბატონის საქმეა შესული. სასამართლოს ხდომა ჯერ არ ჩანიშნულა. თურქებთან დადიან ქალები და ალბათ პროსტიტუციის გულისთვის ეჭერეს. კი, ძალიან. რა ვიცი, რაც დავინახე ერთი ალბათ 20 ქალი იყო. რაც გახსნილია ლოკალები, მაგენ მეპატრონებიც არიან. ქართველებიც არიან და თურქებიც. ალბათ მე ვიცი რომ წელწადში 2 ჯერ იყო. მეორედ არის.